იყო ნათალ რუხაძე, ასეთი ქალბატონი, რომელიც კეკელიძეზე მაშინ ეგრეთ წოდებული MVD-ს პოლიკლინიკას ეძახოდა და იქ იჯდა ბებიაჩემის მეგობარი იყო, რომელიც იყო ექიმი ფსიქოთერაპევტი. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის და ეხლა დღემდე ვიკვლევ ფსიქიატრებთან და ვეუბნები რომ რატომ ჩაანაცვლეს ფსიქოლოგებმა მე რა თქმა უნდა ფსიქოლოგიის წინააღმდეგი არაფერი არ მაქვს, მაგრამ ჩემთვის როგორც ბიოლოგისათვის ხო ფსიქიატრის აკადემიური განათლება რომელიც ტვინსა და ფიზიოლოგიას იცნობს, გაწილებით უფრო უსაფრთხოდ მიმაჩნია ფსიქოლოგიური, ფსიქოთერაპიული მეთოდით მკურნალობისა, ვიდრე ჩვეულებრივ დღევანდელი ფსიქოლოგები საქართველოს სკოლას გულისხმობ. ამიტომ ფსიქოლოგია სამეცნიერო განათლების ნაწილი არ არის. აი ზუსტად მაგაზე მაქვს ლაპარაკი. კიდევ ერთხელ არც ერთმა ფსიქოლოგმა არ მინდა გაიგოს ცუდად რასაც ვამბობ, მაგრამ როდესაც შენ მუშაობ ისეთ სერიოზულ პრობლემებზე, როგორიც არის შფოთვითი აშლილობა და ღრმა დეპრესია, ამ შემთხვევაში შენ უნდა იცნობდე, აკადემიური განათლება უნდა გქონდეს, არ არის საჭირო რომ წამალი გამოწეროს, შენი ფუნქცია არ არის, მაგრამ უნდა იცნობდე რამდენიმე სტრუქტურას მაინც ტვინისას და უნდა იცოდე როგორ მუშაობს ეს და როგორ აი body mind რასაც ქვია, ხო ტვინისა და სხეულის კავშირებიც როგორ ხდება, იმიტომ რომ დეპრესია არ არის მარტო თქვა ტვინში მიმდინარე პროცესი, ეს ენდოკრინული პროცესია, ასე ჩათვალეთ ანთებითი პროცესი შეიძლება იწვევს და ნაწლავის ბიომიც კი ძალიან სერიოზულ გავლენას ახდენს. ამიტომ შენ მეტნაკლებად ფიზიოლოგია კარგად უნდა იცოდე და ამაზე უნდა გქონდეს დამყარებული, ამაზეც უნდა გქონდეს დამყარებული შენი ფსიქოთერაპიული მეთოდი და შეარჩიო რომელიმე სკოლა. ამიტომ როდესაც შენ ფსიქიატრთან ერთად მუშაობ, ფსიქოთერაპევტი, და თქვა არა გაქვს სამედიცინო განათლება, რასაც ის ამბობს, ეს უნდა გესმოდეს და მასზე დამყარებული მეთოდი უნდა შესთავაზო პაციენტს. აი ეს ნაკლებობა დღეს საქართველოში გვაქვს. როდესაც ჩემი მეგობარი მაგალითად მინდი გაბიჩოზე, რომელიც ამერიკაში არის და რომელსაც ჩააბარა და თავიდან ისწავლა კლინიკური ფსიქოლოგია, ის ძალიან მიუხედავად იმისა, რომ ის მედიკი არ არის, ძალიან ღრმა სამედიცინო კრედიტები დაიწერა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამ ისწავლა და მე ვიცი უბრალოდ მასთან ახლა ამერიკაში ნამყოფიც ვარ, ნამუშევარი გვაქვს ერთად და ვიცი მისი ასე ვთქვათ ეგრეთ წოდებული ახლა რომ მოდაში ეს სიტყვა ბექგრაუნდი. ის ფსიქოლოგია არის, კლინიკური ფსიქოლოგია არის, მაგრამ ძალიან ღრმა განათლება აქვს ასევე სამედიცინოში არა, მაგრამ ტვინის ფიზიოლოგიაშიც. და ესეთი მიდგომა, რომელიც დასავლეთში არის, გაცილებით უფრო ეფექტურია, ვიდრე ის, რაც ჩვენთან არის და ეს ჩვენთან უბრალოდ განათლების სისტემისა და ჯანდაცვის სისტემის ბევრი წუნის გამო არის, თუმცა ვითარდებით, თუმცა ნელ-ნელა ესეც მოგვარდება, მე იმედი მაქვს. და პროფესიონალები ბევრი ყავს კარგი და ნამდვილად ფსიქოლოგებიც მათ შორის ძალიან კარგი პროფესიონალები ყავს, რა თქმა უნდა, რასაც ვლაპარაკობ, მე ეს არანაირად არ ეხება რომელიმე კონკრეტულ სკოლას, ან კონკრეტულ ფსიქოლოგს, ან რომელიმე კონკრეტულ ფსიქიატრს.